იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, აუცილებელია ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც იყოს უზრუნველყოფილი სოციალური რეკლამის უსასყიდლობის ლიმიტი. მინისტრის განცხადებით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იზრუნოს მოსახლეობისათვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სოციალური რეკლამის გაშვების უფლება საზოგადოებრივ მაუწყებელს 1 საათში ერთხელ 60 წამი, სხვა ტელევიზიებს კი 3 საათში ერთხელ 90 წამი აქვთ. შარშან ამასთანავე განხორციელებული ცვლილების თანახმად ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რაც ადმინისტრაციულმა პრაქტიკამაც დაადასტურა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს უსასყიდლო სოციალური რეკლამის განთავსების ვალდებულება არ ვრცელდება ადმინისტრაციულ ორგანოებზე. აქედან გამომდინარე, მთავარი ამოცანა წარმოდგენილი ცვლილებების გახლავთ ის, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისთვისაც, ისევე როგორც სხვებისთვისაც იყოს უზრუნველყოფილი ის დადგენილი ლიმიტი სოციალური რეკლამის უსასყიდლობისა.